სავსე ტრიბუნები, ემოცია, გულშემატკივრის შეძახილები. ასე გამოიყურება კალათბურთი მაშინ, როცა ის ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენად იქცევა. თუმცა რეგიონულ ჩემპიონატებში ასეთი სურათი სულ უფრო იშვიათია. ბევრ კლუბს მაყურებლის დაბრუნება უჭირს. მიზეზი სხვადასხვაა, თუმცა ნაწილი სპეციალისტების ფიქრობს, რომ პრობლემა მხოლოდ სპორტულ შედეგებში არ უნდა ვეძებოთ. მაყურებელი არის იქ, სადაც კლუბი მოედანსდება და გულშემატკივართან მუდმივ კავშირს ამყარებს. ამ მიდგომის შედეგად კასპიის საკალათბურთო კლუბის გრიფინის თამაშებზე ტრიბუნები დღეს უფრო ხალხმრავალია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ზოგადად ყველაფერი იწყება ურთიერთობით და სანახაობით რა და სანახაობა გვაქვს ის ურთიერთობაში კარგად შედიან ჩვენი მოთამაშეები და აქედან გამომდინარე ნებისმიერი მაყურებელი ვინც მოსულა ერთხელ არ არსებობს რომ მაგის მერე აღარ ყოფილა. ერთჯერადი მაყურებელი არ ყოლია. ჩვენი მოთამაშე ყველა ცხოვრობს კასპიაში. თვითონ აი გარეთ გადიან, იქ მოთამაშეები ხვდებიან, სურათებს იღებენ, ხო და ესეთი სიტუაციები არის ძალიან შემკვრელი რა ქალაქის და აი ესეთი რა ქვია ჩართულობა ერთმანეთში აი ურთიერთობა არის ყველაფრის დასაწყისი. სპორტში გამარჯვებას მხოლოდ ტაქტიკა და ფიზიკური მომზადება არ განსაზღვრავს. არის კიდევ ერთი ძალა, რომელიც ციფრებში არ იზომება და ეს ტრიბუნებიდან წამოსული მხარდაჭერაა. სწორედ ამიტომ ცარიელი დარბაზი სპორტსმენებისთვის მხოლოდ გულდასაწყვეტი სურათი კი არ არის, მოტივაციის მიმცემია და ზოგჯერ მატჩის მიმდინარეობაზე ახდენს გავლენას. გულშემატკივრის თამაში სულ სხვა ემოცია არის, მეექვსე მოთამაშის როლს ასრულებენ და საერთოდ სხვა მოხდის შემოვა თამაშის რომ შეიძლება უცხოას აგებდეთ და გულშემატკივრის ამ მოხდი დაყვირილი და რეალით უფრო უკეთესად მოინდომო და წააფიდე და მოიგო ის თამაში. ხო, გულშემატკივრის გარეშე შეიძლება საერთოდ არ ქონდეს ეგ მოხდი და მოტივაცია რომ შეხვიდე და მათთვის რამე გააკეთე. ისინი უდგანან მაინც ფიქრობ რომ აი ისინი მაინც არიან აქ ჩემთვის და მოდი იმათთვის ვიზავ თუ ჩემი თავისთვის არა და მე დაღლილი. გულშემატკივრისთვის კალათბურთი მხოლოდ თამაში არ არის. ეს არის ემოცია, საერთო გამოცდილება და საკუთარი გუნდის მხარდაჭერის საშუალება. სწორედ ამიტომ ტრიბუნებზე მყოფი ადამიანები ხშირად მატჩის ყველაზე ცოცხალ ნაწილს ქმნიან. ჩვენი რეგიონი არ იყო განებიურებული სხვადასხვა სპორტული აქტივობებით, თუმცა ამ გუნდის ჩამოყალიბებამ და გრიფინის გამოჩენამ გამოასწორა ქალაქი, ტარდება ბევრი თამაში სეზონის განმავლობაში და ჩვენც გვაქვს мотиваცია მოვიდეთ გულშემატკივრად ჩვენს გუნდს სხვადასხვა გუნდების წინააღმდეგ და ჩვენთვის ყოფილი სპორტსმენებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებსაც უყვარს ეს სპორტი, დიდი мотиваცია ჩვენს თანაქალაქელებს და გუნდის წევრებს გვერდით დაუდგეთ. რეგიონულ სპორტს მაყურებლის დაბრუნებისთვის ერთი მარტივი გზა არ აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, გულშემატკივარი მხოლოდ თამაშის დღეს არ ჩნდება. ის ნელ-ნელა ყალიბდება ყოველდღიური ურთიერთობით, ნდობით და იმ განცდით, რომ გუნდი მარტო მოედანზე არ არსებობს და იმ ქალაქისა და საზოგადოების ნაწილია, რომელსაც წარმოადგენს.